სასამართლომ გიგაავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი საქალაქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილს გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. 16 წლის ბიჭს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი მალანია ახალგაზრდა მასწავლებლის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ დააკავეს. მარიამ ლეკიაშვილი აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. მარიამ, გისმენთ. დიახ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში და გიგაავალიანის საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ 16 წლის არასრულწლოვან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილს გიორგი მალანიას მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, როგორც უკვე გითხარით, სასამართლო პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჯერჯერობით მხარეები მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად არ გამოსულან, თუმცა როგორც პროკურორი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, ისინი დააყენებდნენ სასამართლო პროცესზე პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობას, ვინაიდან მიზეზი არის ის, რომ გიორგი მალანიას მხრიდან არსებობს მიმალვის და ასევე მტკიცებულებების განადგურების საფუძველი. მაყურებელს შევახსენებ, რომ გიორგი მალანიას ბრალდება გუშინ წარუდგინეს თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდება მას ედავებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობას, თუმცა მოგვიანებით მას მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ახლა მას ედავებიან გიგაავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს აღკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი. ფაქტობრივი საფუძველი არის იმტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და ფორმალური საფუძველი ეს არის მიმალვის საფრთხე, ახალი მტკიცებულებების განადგურების თავიდანაცილების საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხის უზრუნველყოფა. ვითხოვთ იმიტომ, რომ აღნიშნული საფრთხეები არსებობს ამ ბრალდებულის მხრიდან, მოგეხსენებათ, რომ მისი დაკავება მოხდა გადაუდებლად, იმიტომ რომ ის აპირებდა მიმალვას, იმყოფებოდა ლანჩხუთში, ერთ-ერთ სოფელში და სწორედ მიმალვის ხელობის და სიკვდილი დაკავება. მალანიას დანაშაული კონკრეტულად არის დახმარება ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში და დახმარება რაში გამოიხადა, თუ ამას მეკითხებით, დახმარება გამოიხადა გიგაავალიანის სასწავლო ცენტრის მისამართის მიცემაში, რომელი მისამართის გამოყენებითაც მშავრდებულები აიდევდნენ გიგაავალიანს და შემდგომ მოხდა ჯგუფური თავდასხმა. დღეს განიხილებოდა ბრალდებულის პირველად წარდგენის ხდომა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი, ანუ მტკიცებითი და ამავდროულად არ არსებობდა არც ფორმალური საფუძველი, არც ერთი მათგანი სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა. ჩვენ დავასაბუთეთ სასამართლოს ხდომაზე განხილვისას, რომ არც ერთი ფაქტობრივი საფუძველი კონკრეტულად ბრალდების ხარის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული დასაბუთება იყო მხოლოდ ვარაუდი და არ ეყრდნობოდა არც ერთ პირდაპირ მტკიცებულებას. ვარაუდები, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ფაქტობრივი საფუძვლების ჭრილში ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას. რაც შეეხებოდა ფორმალურ საფუძვლებს, ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებაში არ არსებობდა მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. როგორც თქვენთვის ცნობილია, თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პერიოდში არაერთხელ ფიქსირდება გმ-ს თანამშრომლობა გამოძიების მიმართ. გმ-ს არაერთხელ აქვს მიწოდებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს მიმართ. თვეების განმავლობაში მას არ უცდია, არანაირად არ ქონია მცდელობა მიმალულიყო საქართველოს ფარგლებს მიმართ და ამავდროულად არ არსებობს საქმეში არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ვინმეზე, რომელიმე მოწმეზე მან რაიმე ზეგავლენის მოხდენა სცადა. შესაბამისად, არც ფორმალური საფუძვლები არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას, მოსამართლეს ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძვლებთან დაკავშირებით დასაბუთება სხდომაზე არ უთქვას, მხოლოდ და მხოლოდ განმარტა გადაწყვეტილების შინაარსი, მან ისაუბრა მხოლოდ და მხოლოდ დაკავების
დაკავების მართლზომიერების საკითხზე, ვინაიდან ჩვენ დაკავებასაც მივიჩნევდით არამართლზომიერად და ბუნებრივია ლოგიკურად ივარაუდება, რომ აქედან გამომდინარე სასამართლოს ხლომის დარბაზიდანვე შუამდგომლობდით დაკავებიდან გმ-ს გათავისუფლებაზე, ვინაიდან გმ იმყოფებოდა სოფელში, მიდიოდა სათევზაოდ და ბრალდების ხარემ ეს იმგვარად წარმოაჩინა, რომ თითქოს გმ-ს სურდა მიმალვა. ბუნებრივია, მაშინ როდესაც ერთი დღით ადრე სასამართლოს განჩინება ბრალდების ხარეს ხელში ჰქონდა, მეორე დღეს საფუძველს იქმნის სასამართლოსთვის, რომ თითქოს გმ ცდილობდა მიმალვას და მიუხედავად იმისა, რომ ხელში ჰქონდა განჩინება, მაინც გადაუდებელი აუცილებლობით აკავებს გმ-ს, რომ თითქოს იგი აპირებდა მიმალვას. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვდით, რომ დაკავება ვინაიდან იყო არამართლზომიერი, გმ უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლოს ხლომის დარბაზიდან და ამავდროულად ვთხოვდით, რომ არარსებული ფაქტობრივი და არარსებული ფორმალური დიახ, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენდით დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატს ლაშა ცუთქირიძეს, რომლის განცხადებითაც საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას, თუმცა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. იქამდე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა თავიდანვე თვლიდა, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოეყენებინა პატიმრობა. სწორედ ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანის დედა, იყო პირველი, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა გიორგი მალანიას სახელი და გვარი და ეკა კუპატაძის მტკიცებით სწორედ გიორგი მალანია იყო ის პირი, რომელიც ნია იმნაძესთან ერთად ამ საქმეზე მსჯავრდებულებს აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას გიგა ავალიანზე. ალექსანდრე გაბაშვილმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიგო გიგა ავალიანის შესახებ. ძალიან ბევრი ინფორმაცია, ანუ ორადორი პიროვნება იყო, ვისგანაც ალექსანდრე გაბაშვილი გიგაზე ინფორმაციებს აგროვებდა. ეს იყო ნია იმნაძე და ეს იყო გიორგი მალანია. იყო ინფორმაციები, რასაც ნია იმნაძე მას ვერ მიაწოდებდა, იყო ინფორმაციები, რასაც მას გიორგი მალანია ვერ მიაწოდებდა. გიორგი მალანია გიგა ავალიანის მკვლელობაში არის ყველაზე მეტი სასტიკი. რომ არა გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი იქნებოდა ცოცხალი. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 16 წლის არასრულწლოვან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილს გიორგი მალანიას სახელმწიფო ბრალდება მას ედავება გიგა ავალიანის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას და ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.